მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ალგორითმი, როგორც იცით, ჩვენ დავაანონსეთ, რომ ეს გადაცემა ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს დაეთმობოდა. წინა გადაცემებში ახალგაზრდებმა ისაუბრეს საკუთარ პროტესტზე, თუმცა დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც გორში ძირითადად ბავშვები, მოზარდები, ახალგაზრდული გასართობი ცენტრებიდან იცნობდნენ. ეს არის ავთანდილ ტიტინიძე, თუმცა აი ამ პროტესტის გამო, მისი თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამო, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და საერთოდ არაფრისთვის ძალიან მძიმე დღეები გადაატანინეს. ავთო მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. პირველ რიგში როგორ ხარ, გითხარით და როგორ მიდის რეაბილიტაციის პროცესი? რადგან ვერ გამიძლო გულმა მოიხსენი 2-3 დღით ადრე, ხოლო დღამე ვირგებ ნიღავს და როგორც გარედან იმდენად არ ჩანს, მაგრამ აი ეს ძვლები მაქვს ჩამტრეული კიდე და იმიელავს დრო და გარეჭრილობაც აი დაღლას ვერ ვიტარა, ცოტა მიჭირს. ისე უკეთესად. კი ბატონო, ჩვენ რადგან ამ გადაცემაში ვსაუბრობთ აი ამ პროტესტის მონაწილეებზე და ზუსტად აი ამ ახალგაზრდებზე, რომლებსაც არ ვიცი რა აღარ უწოდეს, ეგრეთ წოდებულმა არ ვიცი კეთილის მსურველები რომ არიან ამ ახალგაზრდების მომავლის და რეალურად სხვა რამეს უწყობენ ხელს. მოდი დავიწყოთ პირდაპირ. ახალგაზრდები რომლებიც იქ დგანან, რომლებსაც აბრალებენ არაერთ რა ვიცი აბსურდულ რაღაცებს, რეალურად რა სიტუაცია არის, ვინც აი ახალგაზრდები თბილისში დგახართ და ეს ადამიანები რას ითხოვდნენ და რის გამო იღებდნენ ზუსტად აი ამ მძიმე დარტყმას, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული სამართალდამცველების მხრიდან. ეს გაშავების მცდელობა არის უკვე სასაცილოში გადადის ზედმეტად. აქცევ ისეთ რაღაცებს ყურადღებას, რაც მეორე ხარისხოვანია და არ აქცევ ყურადღებას, როდესაც შენ თანამოქალაქეებს ურტყავენ სცემენ. აი ერთ რაღაცას ვერ ხვდები რა. ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს ის ადამიანი, ვისაც ურტყავ და სცემ. ანუ ჩვენ გვინდა სამართლიანი ქვეყნის შენება და სამართლის ჩარჩოებში ყოფნა თუ ვიღაცისთვის რაღაცას მიკერება და დაკავებულზე ცემა. ანუ რითი მართლდება, მაგას ვერ ვიგებ და Facebook-ის გვერდზეც დავწერე რომ რა მართლებს ამ ყველაფერს. ანუ კანონის ფარგლებში რო არ იქცევა კანონის დამცველი, ეს ხო სისტემური პრობლემა. აი ეს ხო ვერაფრით ვერ უნდა გამართლდეს, აზრი არ აქვს. დაიჭირე, დააშავა, წაიყვანე, დააჯარიმე, ჩასვი თუ რაც გინდა ქენი, მაგრამ იმას რო ურტყავ და ლეწავ და იმ შენი კანონის ჩარჩოვიდან გამოდიხარ, ეს ხო სისტემის დამპლობაზე, აი სიდამპლეზე მიუთითებს. არა, აი ეს რითი უნდა გაამართლო. ბევრჯერ დავწერე, ჩემი მეგობრები წერენ და რაღაცებს აზიარებენ ამ თავრობის საკეთილდღეო რაღაცებს აზიარებენ და ვკითხე რა, აი მეთქი რითი ამართლეთ, აი რა არის მიზეზი იმისა, რომ კანონდამცავი არ ღვევს კანონს. ვერ მივიღე ვერავისგან და კიდე ეს უაზრო რაღაცა გაშავების მცდელობები ვიღაცებს რაღაც მიკერ არ გამოვა. უკვე ხო, ფულს იღებენ და თვითონ პოლიციელებსაც ეკითხეს. პოლიციელებსაც აი რომ ჩამს ეს უკვე ნაცემი და მოდი რადგან გადავედით დავიწყოთ ეს ძალიან საინტერესო არის პირადად ჩემთვისაც ძალიან ბევრ პოსტს გადავხედე ასევე კადრებსაც და ფაქტიურად არანაირი წინააღმდეგობის გაწევის მცდელობაც კი არ შეინიშნება და საერთოდ რა უნდათ, რას გეუბნებოდნენ და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და როგორ გაგრძელდა? დეტალურად თუ შეგიძლია რომ გითხრა. მე მანამდე მეგონა რომ ვაკუუმში იყვნენ ინფორმაციულში და რაღაც ცას ვერ ხვდებოდნენ ეს პოლიციელები რას აკეთებდნენ. მაგრამ მე როდესაც პირველ ეტაპზე ბევრჯერ ვახსენე და აღარ გამიმკვირდა, გამომიშვეს, მითხრეს რომ წადი სახლში, გამოვედი და დამაგდეს ძირს და როდესაც უთხარი რატომ ირტყავ და ზუსტად ამ დროს შუა აი ძალიან აგონიაში ვიყავი, მაგრამ ნათლად მახსოვს მომინდომეს ევროპა. ანუ აი მანდ მივხვდი რომ ის ვაკუუმი კი არ იყო, უკვე იცოდნენ რას აკეთებდნენ. ცალკე ის გინება და პიდარასტები და 1000 რაღაც ხო იმას ქნეს, მაგრამ აშკარა იყო შიგნით არაევროპული განწყობა. ეს ბუნებრივია იმ გრძელი პროცესისა, რასაც რუსული პროპაგანდა მე უკვე წამოვიდა ის, რომ ფულს რამდენს გიხდიან,
ოღონდ ეს ჯიგრული პონტი იყო ეს ანუ ცუდი და კარგი პოლიციელის თამაში მიდის აქციაზე გცემდნენ იქ მაგრად და მე უკვე ჯიგრულად გიდგებია რომ აი მოგწ რამდენი გადაგიხადეს და ამ დროს შე რო ადამიანი ჩასული ხარ იმის გამო რომ სიტუაცია შეაფასო საითარი რეალური სიმართლე იმიტომ რომ მე ცოტა ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავი ბევრი საქმე მქონდა ბიზნესისგან გამომდინარე აი ახსენე კიდეც ბავშვთა გასართობი ცენტრი და ცოტა ვერ დავეწი ამ სიტუაციას და ჩავედი და ყველაფერი მინდოდა აი პირდაპირ მენახა რომ აღარ აი ეს ინფორმაციული ომი რო აქეთ-იქიდან რო ყველა ინფორმაცია მიდის ეგ გამერკვე და გამეფანტა და ამ დროს მაგიტო ხარ ჩასული და გირტყავენ და მე გეომნები აბა რამდენს გიხდია და უკვე ხვდები რომ ეს ყველანაირი გაშავება არის ძალიან დიდი სიცრუის ნაწილი რა და არ ვიცი ის პოლიცია მხრივ ვაკუუმში და არ იცის თუ შეიძლება ვიღაც იდგეს არ არის მაგაზე რომ ვიღაც იქ ტიტუშკაც იქნება ისიც იქნება ვიღაც შეიძლება რაღაც არასწორად გააკეთოს შემოგზავნილიც იყოს ყველაფერი შეიძლება რა მასას ხო ხედავ აი მასას ყველა ხო ხედავთ რა ხდება აი იქ ისეთი სიყვარული ტრიალებს აი ისეთი სიყვარული ტრიალებს ყალბი ვერ იქნება ის ფიზიკურად განსხვავებით მათი აქციებისგან ეგ საერთოდ ეგ კოშმარია მაგას ნუ მიაქციო საერთოდ პორტო ეგ აქცია არის ეგ არის დადგმა სპექტაკლი ხო და აი რისი თქმა მინდა იცით რომ აქვთ ეს პოლიციასაც აქვს სუსიდანაც ქონია რაღაცა პატარა კონტაქტი რომ იცით რა თქვენ რაღაცაში გამოყენებულები ხართ თუნდაც გამოყენებული იყოს რაღაცაში ვიღაც რატო უნდა დაამტრიო ცემაში აი კანონი ხო არის და წაიყვანე და გამოყენებული მე რა კამერების წინ რომ აი ეს საჩენს რომ ეს კადრები ვიღაცა ტაშის დასაკვრელად ჭირდება ველა შემთხვევაში აი ტაშის დასაკვრელადაც შეიძლება მაგრამ უფრო იყო დაშინება რომ აი ამ ახლა მე ჩაგანგრე მაგრად ცემაში და როგორ გამოხვალ მაგას ვნახავ ჩემზე პირიქითი მოქმედა ხო ეს მინდოდა მეკითხა რომ ახსენე კიდევაც რომ ზუსტად ამისთვის აკეთებენ რომ მეორე დღეს უფრო ნაკლები ხალხი შემოვიდა დადგეს აქციაზე ივანიშვილმა სხვათა შორის ეს თქვა რომ დაუღლია ახალგაზრდებს ხო როგორ დავღალეთ ხალხი თვითონ ეს ხედავს შენზე როგორი მოქმედა აი ამ პირადმა ტრავმა მოდი ასე ვთქვათ და რა შეიცვალა შენ დამოკიდებულებაში ამ პროცესებთან დაკავშირებით ჯერ იმას გეტყვით რომ პირიქით დაიღალნენ და მე რაც ვნახე იქ სისტემის გაჭედვა ეხლა ეს რომ არ ვინ გამოდის პოლიცია და წინა რო დგას და პროვოცირებას არ აწყობს ეგ არის მაგათი დაღლა მე ვნახე როგორ დაუშვეს ერთმანეთს და როგორ ჩხუბობდნენ 1 საათი პოლიციელები წინასწარ დაკავეს იზოლატორთან კანცელარიაზე როგორ იგინებოდნენ მე რომ ვერ აკეთებდნენ ეს საქმეს და გაჭედილები იყვნენ 5 საათი ვიდექი რიგში რომ შევეყვანე წინასწარ დაკავების იზოლატორში ეს იყო სისტემური გაჭედვა ჯერ ერთი რომ თვითონ დაიღალნენ პოლიცია დაიღალა და მე ჩემს რაც შეეხება ეს დარტყმა ყველაფერი მე რომ ვიცოდი რომ სიმართლე აი ელემენტარულ ფსიქოლოგიაში ვარ ძალიან მაგარი რა რომ ცოდნოდა რომ ვიღაცის მხრიდან ვიყავი გამოყენებული მექნებოდა პატარა ეჭვი მაინც მე ვიყავ ისეთი ძლიერი წარბი არ შემხრია ვიცოდი რომ სიმართლის მხარეს ვიდექი არც ჩამტრეული მტკიოდა არაფერი არ მტკიოდა ვაკვირდებოდი სიტუაციას და ვიცოდი იქვე ვიცოდი ყველანაირი ძალადობის წინ ვიცოდი რომ მე უფრო ძლიერი დაუბრუნდებოდი და დაუბრუნდი კიდეც ბოლომდე მივიყვან ჩემს საქმეს და პირიქით ერთი წამი არ შემშინებია აი წამი არ იყო რომ შემშინებოდა და ამან იმოქმედა პირიქით დაღლა პირიქით თვითონ დაიღო მათზე როგორ მოქმედებს აი ესეთი განწყობები ის რაც ნახეს შიგნით მათზე მოქმედებს ბევრი ხალხი ძალიან მე როდესაც სასამართლოს სარდაფში ვიჯექი დავინახე პოლიციელის შეშლილი სახე როცა დაინახა მეორე დღეს გამოსული 200,000 ადამიანი აელეცა სახე და დაიწყო სკროლვა 200,000 ადამიანი აი ესეთ განცდებში იყო და ეშინიათ ძალიან ეშინიათ ამიტომ გაიჭენენ ამიტომ ვეღარაფერს ვეღარ აკეთებდნენ და მეტი წნეხი უნდათ რომ თვითონ პოლიციასაც უნდა მივანიშნოთ რომ არ უნდა ეშინოდნენ
არ უნდა ეშინოდეთ. ბევრი ჩემი ნაცნობია იქ. ბევრი ჩემი ნათესავია იქ. ბევრი ჩემი ძმაკაცია და უნდა მიხვდნენ ეხლა, რომ ეხლა არის ვაჟკაცობის დრო. აიღონ თავის პასუხისმგებლობა ხელში. გამბედაობა უნდა ეყოთ, რომ ადგნენ და თქვან რომ მე თქვენ მარაზმში მონაწილეობას აღარ მივიღებ. ეს არის მარაზმი, ეს კანონები, რომ საიდანაც მოდი, აი მან იქ ფეხი გადადგა, არ გვესიაუნა და ის გადადგმა აუკრძალოთ. ეს მარაზმია. არანაირ სახელმწიფოს ეს არ შეესაბამება და აი ჩემი ძმაკაცები, მეგობრები, ვინც მიყურებთ. ეხლა დრო, როდესაც ნაბიჯი უნდა გადადგათ და უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ არ უნდა გეშინოდეთ. თქვენ შეიძლება თქვენც ვერ ხდებოდეთ, მაგრამ ეს არის შიში. ეხლა რომ ვერ იღებთ მაგ გადაწყვეტილებას, რომ ვერ გამოდიხართ მანდედან, ეგ არის შიში და აი ეს გააცნობიერეთ. ავთო, ასევე საინტერესოა ჩვენი მაყურებლისთვისაც ბუნებრივია. გავიარეთ ეს და ვისაუბრეთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ახალგაზრდა დააკავეს საერთოდ არაფრის გამო, ზუსტად ამის მომდევნო დღეებში შიში გამოეწვიათ და მოქალაქეები აღარ გამოსულიყვნენ, მაგრამ მიიღეს პირიქით. მაგრამ აი უშუალოდ, როდესაც აი ამ ბრალდებას ასე ვთქვათ, კერავდნენ, ხო? რამეს გაიძულებდნენ? რა იყო მათი რაღაცა მიმართულება, რაც უნდათ რომ შენი პირიდან გაეგოთ? პირველ რიგში, ვითომ ხელს მაწერინებდნენ უბრალოდ ფორმალობაზე, მაგრამ მე იქ დრო და დრო, როდესაც ჩავიარე და ბევრი დასაკითხი ოთახი იყო და თავიდან იწყებდნენ, ზუსტად ისე ჯიგრულად იწყებდნენ, როგორც ჩემთან დაიწყეს, მაგრამ ბოლოს ისეთი ტექსტები მიდიოდა, რომ ნელ-ნელა გაპარებდნენ რაღაცებს და მე ხელიც არ მომიწერია. მე გავჩუმდი ყველაფერზე, როდესაც დავინახე, რომ უკვე მატყუებდნენ და არ უნდა და დარეკვა, რომ ამერიკა, ანუ კონტაქტი არ უნდა შემხებოდა არავისთან. და როდესაც მე გავიგე ჩემს მაგივრად დაურეკეს ჩემს მეჯვარეს, მოატყუეს, რომ სხვაგან ვიყავი, ზაჰესში ვიყავი და არა დიღომში. ანუ არ უნდა ვინმესთან კონტაქტი მქონოდა. როდესაც გავჩუმდი და მიხვდნენ, რომ არ ვიყავ ის, რომ შეეძლოთ ესე რაღაცნაირად ეძალადათ, რომ მე სხვანაირად ცუდა დაუბრუნდებოდათ, ვერაფერი ვერ მომთხოვეს. მე ვნახე ადამიანები, რომლებიც გადაიბირეს, მე ვნახე ადამიანები, რომლებიც შეკერეს და მაგრა ჩაუჯიგრნენ, მე ვნახე ადამიანები, რომლებიც ამ რას გულისხმობ, არასწორი ჩვენება მიეცემინეს? დაითანხმეს, კი. დაითანხმეს ის ადამიანი, რომ ყველაფერზე ხელი მოეწერა და დაითანხმეს ადამიანი, რომ ადვოკატი არ ყოლოდა საერთოდ. მე ვნახე ადამიანები, რომლებიც იყვნენ ზედმეტად ძალიან ნაცემები და არ ჩანან არსად. სურათებიც კი არ არის, აი ხო, ყველას გვაქვს ნანახი ეს შეკრული სურათები. გადავხედა მე ის ადამიანები, რომლებიც ძალიან ზედმეტად ნაცემები ვნახე, იქ ვერ ვიპოვე. რატო ეგ საკითხავია? და არ ვიცი ვიზე აიძალეს, მაგრამ ჩემზე ფსიქოლოგიურად ბევრი სცადეს, მაგრამ ვერ გამოუვიდათ. ჩემზე ფსიქოლოგიურად იძალადეს წინასწარ დაკავების იზოლატორში, მაგრამ არ გავტყდი. მაგრამ ყველა ესეთი ვერ იქნება, იმიტომ რომ მე ვნახე იქ 18, 19, 20 წლის შეშინებული ბიჭები, რომლებიც ზედმეტად ნერვიულობდნენ და იმათ რა გამოუვიდოდათ, ეს საკითხავია. ძალიან ბევრი რამე შეიძლება გამოსულა. კი ბატონო, და მოქალაქეებს რომ მივმართოთ, რომლებიც ფიქრობენ, რომ თავისი საქმე უნდა აკეთონ, პოლიტიკაში არ ერევიან, ყველაფერი დაალაგდება, განსაკუთრებით ძალიან ესე თვალში მხვდება ხოლმე ამ საშობაო მარხვაში და ამ დროს ვერ ხედავენ ამ საშობაო მარხვაში, როგორც სასიკვდილოდ იმეტებენ ახალგაზრდობას, მომავალ თაობას, ხო? ადამიანები, რომლებიც დღეს სიჩუმეს არჩევენ, იმიტომ რომ არ იციან, როგორ შეიძლება გავითარდეს პროცესები და შეიძლება ეს სანანებელი გაუხდეთ. აი ამ ადამიანებს რას ეტყობთ? ამ ადამიანებს ვეტყობდი, რომ წარმოიდგინონ თავისი ოჯახი, როდესაც ვიღაც შემოუვარდება და მაგრად ცემს, მერე რას იზავდნენ. რას იზავდნენ, იტყოდნენ, რომ ოჯახის პოლიტიკაში არ ვერევით. იტყოდნენ, ოჯახის წევრებმა დაარტყან ერთმანეთს და იცი რა, მე პოლიტიკაში არ ვერევი. ანუ მაგას გააკეთებენ, ანუ ისინი საქართველოს თავის დიდ ოჯახად არ აღიქვავენ. ისინი ვერ გამოვლენ შემდეგ და ვერ იტყვიან ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ გვიყვარს საქართველო. ამ შემთხვევაში ჩვენ
ჩვენი საქართველოს ერთ დიდ ოჯახი. კი ანუ წარმოვიდგინოთ ესეა. საქართველოს არ ჩვენი დიდი ოჯახი. და ოჯახში ვერ იტყვი რომ მე პოლიტიკაში არ ვერევი. ოჯახის წევრი ხარ. გამოდი და თქვი, რასაც ხედავ და ნუიჟდები ჩირკში და აი იცი რა, ჩემი ოჯახი კი არის, მაგრამ არ ვერევი. რას ნიშნავს? ეს არის შიში, უბრალოდ. ან დანაშაული. ორი რაღაცა. ხო, აი გორის შემთხვევაში მაინც კიდევ აი ახალგაზრდებზე გავაკეთებ აქცენტს, უფრო სხვა სიტუაცია, გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს გულისხმობ. რაღაც ნაწილი გამოიყო, რომლებისგანაც საპროტესტო აქციებზე იბრძვიან საკუთარი მომავლისთვის, მაგრამ გავლენები ეგრეთ წოდებული პარლამენტარის გიორგი სოსიაშვილის მხრიდან მაინც იგრძნობა. აი ამ სტუდენტებს რა აქვთ გადასალახი, რას ვერ ახტებიან, ასე რომ ვთქვათ, ქულებით აშინებენ, რომ ვთქვათ, ისინი ვეღარ დაამთავრებენ ან უნივერსიტეტში პრობლემები შეექმნებათ, თუ მათში რა არის პრობლემა, რატომ არ გამოდიან ისინი, თუნდაც ნუ იქნებიან ესენი მათთან კურსელები, თანამოქალაქეები, ახალი თაობა, რომლებთანაც წესით ისინიც უნდა იდგნენ. მე ხლა ვარ 2010-დან იქ და ხედავ რომ მიდის დიდი ხნის განმავლობაში თვითმმართველობის დაკნინება. ერთი პერიოდი გაუქმებაც კი უნდათ თქვენ უნივერსიტეტში. და მე რაც მე შორიდან ვიცი, ყველა თვითმმართველობის პრეზიდენტი საქართველოში, ყველა აბსოლუტურად დანიშნულია ისე რომ ანუ გააუქმეს თვითმმართველობა, წარმოიდგინე, არსებობს როგორც ბუტაფორია. თელს ყველგან არის მარტო გორში არა, ყველგან აბსოლუტურად. ზოგადად როდესაც ჩავაბარე რაღაცა პერიოდის მერე ნელ-ნელა ახალგაზრდობა ძალიან ნელდება. აი გახდა ინერტული არაფერში და ამას ხელი ეწყობოდა ნელ-ნელა. სინამდვილეში მიზან მიმართულად. დიდი ალბათობით თუ გინდა გააქტიურება, ძალიან თუ რაღაცის გააქტიურება გინდა, შენ შეძლებ ყველანაირად. ხო ეგრეა რომ ვიღასაც ვიშრომებთ, საითაც ვიშრომებთ, იმას მივახცევთ აუცილებლად. ესე იგი ძალიან თუ რაღაცა თავისუფლება და ვერაკეთებ, ესე იგი არ გინდა უბრალოდ რომ გააკეთო. მოხდა გაპასიურება, თვითმმართველობის ესე გაუქმება ფაქტიურად, ეს არასწორი გავლენები, ქართული ჯიგრული პონტი ამას ხელი შეუწყო კიდევ რომ სპეცრაზმის დიდი რაოდენობა გვაქვს, დიდი რაოდენობა არის პოლიციაში და თვითონ ჯერ გორი შეიკრა იმაგ მხრივ რომ ქართული ჯიგრული პონტის გარშემოა ერთ იმას ვერ უტეხავს, ზოგი იმას ვერ უტეხავს, ზოგი იმას და ეს ყველაფერი გადმოედო გორის უნივერსიტეტს და მე პირადად ამდენი ხანია ვიბრძვი გორის უნივერსიტეტში რომ რაღაც შეიქმნას კარგი. ვეხმარები ყველანაირად რაღაცა კომენტარიც დამიწერესო თურმე მე უნივერსიტეტის განხრით რომ ვეხმარებოდი რაღაცებს ვაკეთებდი და გორის უნივერსიტეტი ვინმეს ხო არ გონიათ ამან. ხალხს გონია რომ ვინც თუნდაც მმართველ ორგანოში გორის უნივერსიტეტი არავისი არ არის. გორის უნივერსიტეტი არის გორის. ჩვენ ვინც ყველანაირი შეხედულების ადამიანი აკეთებს იმას, გორის უნივერსიტეტი არის იდეა და არა ვიღაცის სარგებლობის რაღაც დაწესებულება. ეს არის გორის იდეა, ჩვენ უნდა ვაკეთოთ გორის უნივერსიტეტისთვის, უნდა გვიყვარდეს და როდესაც ცუდგომარეობაში იქნება, უნდა იმის ან გასაჯანსაღებლად უნდა ვიბრძოლოთ. ეხლა ვიღაცამ რომ დამაბრალოს, იმიტომ იქცეოდი რომ ამ თავრობის მომხრე ხარ, ეგ არის სრული სისულელი. არ გეგონოთ ადამიანებო, რომ გორის უნივერსიტეტი თქვენია, ეს სიტუაცია რომ გამოსწორდება, გორის უნივერსიტეტიც გამოსწორდება, მაგრამ მანამდე გეტყვით. ცოტა ძნელია ასე ტემპებით შენელებულ სტუდენტებს რაღაცისკენ ამჟამად ეხლა მოუწოდო, მაგრამ იქნებ დაფიქრდეთ რა დროა. დაფიქრდეთ იმაზე როგორი იმიჯი გვექნება. აი წარმოიდგინეთ ეხლა ეს სიტუაცია აუცილებლად გამოიგებს შედეგს და დადგება ის რაც ხალხს უნდა. და მერე დავფიქრდეთ რა იქნება, როგორი შერცხვენილი გამოვა
ნაომარი ქალაქის გორის უნივერსიტეტის სტუდენტები რა სახელი გვექნება? აი მაგაზე დაფიქრდით? პოლიტიკაში არ ვერევით ასე გავგვიცხადეს. როდესაც მოვიკითხეთ მათი პოზიცია. უმრავლესობა მასე აღნიშნა, კი ბატონო. ფაქტები სხვა რამეს ამტკიცებს. პოლიტიკაში არ ერევიან მაშინ, როდესაც ოცნებას არ შეეხება. როდესაც ოცნებას ეხება რაღაც, მაშინ პოლიტიკაში ჩარევა მოსულა. აი მაგ ტყუილისთვის ვიბრძოლებ. ჩემი ჩადებული რაც არის გორის უნივერსიტეტში, მე არავის არაფერს არ დავაყვედრებ. და არც არავის ვეტყვი რომ აი ეს გამიკეთებია, ის გამიკეთებია, რადგან ჩემი პირადად ჩემი სიტუაცია, რომ იქ არავინ არ მიიღო და არავინ არ გამოხატა, ამას მე უბრალოდ დავიმახსოვრებ. და მე ჩემ ნაბიჯებს როცა საჭირო იქნება გავაკეთებ. მაგრამ აი ამას არ დავივიწყებ. მე იმდენი გამიკეთებია გორის უნივერსიტეტისთვის, რომ ერთი პოსტი კი არა. სიმართლე გითხრათ. იმ დროს, როდესაც მე ეს დამემართა, ელოდებოდნენ ჩემ პასუხს სტუდენტთა ხელშეწყობის სამსახურის უფროსად დავინიშნებოდი თუ არა. წარმოიდგინეთ რა სიტუაცია ეს. მე უბრალოდ სტუდენტი არ ვიყავი იქ და არ იყო ის სიტუაცია უბრალოდ რომ აი ჩვენთან სწავლობდა ან მანამდე რა გაკეთებული არა. ანუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობის სამსახურის სპეციალისტად მელოდებოდა რექტორი, როდის ვეტყოდი პასუხს და ერთი პოსტი არ არის დადებული, მანამდე რომ მირეკავდნენ ის ერთი არ დაურეკიათ, ჯგუფს გადაერქვა სახელი და გორის უნივერსიტეტის აი რა დონის რაღაცაში ხარ ჩართული და რა დონის სირცხვილია სტუდენტებო რა პოლიტიკაში არა ხარ ჩართული. მოვიცლი მაგისთვის და მე გავიგებთ გორის უნივერსიტეტი ვისია, რისი გამკეთებელია და რისკენ უნდა მიდიოდეს. მაგას ეგრე არ დავტოვებ. ამ წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან ბევრი სტუდენტი ჩანდა. ალბათ თვითმმართველობის პრეზიდენტის მხარდაჭერით ჩართული ამ აქტივობაში, ვიდრე იქნებოდა 26 ოქტომბერი გულისხმობ წინასაარჩევნო კამპანიას. და ამ დასასრულისკენ რატომ ვდგავართ დღეს იქ, სადაც ვდგავართ? რატომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის ევროკავშირში შესვლა ქვეყნის და აი 28 დეკემბერის რომ დავაანონსოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი რომ გორმაც აჩვენოს ის ძალა ჯაჭვის სახით, რაღაცნაირად ბოლო პერიოდში გორი რაღაც პასიურობით არის გამორჩეული, უფრო მეტად ხალხი მიდის თბილისში და გორში იმდენად არ ჩანს, აქციებს რამდენიმე აქციას თუ არ გამოყოფთ, რას მოვუწოდებთ, რას ვეუბნებით მოქალაქეებს, აი წლის ბოლო არის უკვე და რატომ უნდა გამოვიდნენ თუნდაც 28-ში და დადგნენ იმ ცოცხალ ჯაჭვში. მე მინდა პირადად ევროპაში, იმიტომ რომ ეს უსამართლობა რაც დამემართაც, მე იქ სამართალს ვიპოვებდი. ევროპა არის გარანტია იმის, რომ შენ ეს კანონი რაც გაქვს, იმის შესაბამისად იმოქმედებს ქვეყანა და ის დანიშნული თავრობა, რომელიც მოვიდა კანონიერად. ის შესრულდება. ეს არის ზუსტად ევროპის და ევროპის იდეა და მე ვიპოვიდი ჩემ სამართალს. ეხლა არ მაქვს ინსტანცია, სადაც მე სამართალს ვიპოვდი. განვითარება, აი გადავხედოთ, სად არის განვითარება. ჩინეთშიც არის განვითარება, მაგრამ იქ ხალხისას ყურადღება არ ექცევა, ანუ არ აქვს და შემდეგ ის არის, რომ ჩვენ არა ვართ იმ დონეზე აშენებული, ეკონომიკურად და ქვეყანა იმ დონეზე არ არის, რომ მარტო ვიარსებოთ. მieყვანათ იმ დონეზე, რომ მე რამე სათქმელი მაინც ქონოდათ. იმ დონეზეც ვერ მიიყვანეს ქვეყანა, რომ თვითონ იარსებოს. პირიქით ჩამოშალეს და ევროპა გვინდა იმისთვის, რომ ესეთი რაღაცები აღარ მოხდეს, ესეთი მთავრობები ვეღარ მოვიდნენ, უსამართლობა აღარ იყოს და წავიდეთ ნორმალური განვითარებისკენ. და ჯაჭვი არის იმისთვის, რომ ერთობა დავინახოთ, გორელ საზოგადოებას ეშინია. აი პირდაპირ გეტყვით, გეშინიათ. აი, თქვენი თავის გეშინიათ, რომ გაურკვევლობაში ხართ. რაღაცებს ვერ არკვევთ, ვიღაცის შავ პიარს ხართ აყოლილი.
გადახედეთ ამ შავპირას, გაანალიზეთ უბრალოდ და მიხვდებით რომ აყოლილი ხარ და შემდეგ მაგას რო გადალახავთ, იმ ქართულ ჯიგრულ კონცერტს გადალახავთ და მიხვდებით რომ სიმართლე არის ყველაზე ძლიერი რაღაც, დავდგეთ ერთმანეთს, ჩავჭიდოთ ხელები, გავაძლიეროთ. მე ძალიან დიდ ძალას მაძლევ და ის რომ იზოლატორში ვიცოდი რომ ხალხი გარეთ იყო და ხმაურობდა, ამიტომ რაც უფრო მეტნი გამოხვალთ, რაც უფრო მეტნი დავდგებით ჯაჭვში და რაც უფრო დიდ ხმაურს და ერთიანობას შევქმნით, მით მეტ ადამიანს არ შეშინდება. მით მეტი ადამიანი ამოიღებს ხმას და წავალთ იქით, საითაც უნდა წავიყვანოთ. აი გთხოვნა კიდე ეს, ვინ მოვა და ის მოვა, ვისაც ამით შეიძლება არ დამთავრდეს ყველაფერი და მაგრამ ესენი უნდა დამთავრდნენ. და ვინც მოვა თუ ისიც რაღაცა კი, ეს ძალიან კარგად მუშაობს ხათაშორის, აი ამ ჩამოყალიბებელ ხალხში და მინდა უთხრა ყველას, რომ აი მედიასთანაც არის ხოლმე, აი პირადად ჩემთვისაც უთქვამთ, რომ ვის გვერდით გახარ, ხო? მე არანაირ პარტიულობას არ მივაკუთვნებ თავს, 2005 წლიდან ამ სფეროში ვარ და ნაციონალური მოძრაობის დროსაც შიმშილობა მე და ჩემ ოპერატორს ახლა ვინც კადრს მიღმა არის, გვიშიმშილია კანცელარიასთან ზუსტად იმიტომ, რომ სიტყვის თავისუფლება გადაგვერჩინა და ნებისმიერი მთავრობის დროსაც იგივეს გავაკეთებთ, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ასე რომ ილუზია და იმისი ბრალდება, რომ ამათ რაღაცეები უნდათ, შემდეგ სკამები და ასე შემდეგ, რასაც თვითონ არიან ჩაბღაუჭებულები და საერთოდ ვერ შორდებიან ამდენი წელია და საერთოდ არ აინტერესებს მათიოშვილების მომავალი, აი ზუსტად ავთუ არის ის თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც, რა ვიცი, ახლა კარგით, ვისაც არ უნდა ეს პარტიულობა მივაკუთვნოთ და ვისაც არ უნდა უთხრათ, რომ შენ იქ რაღაც თანხის გამო ხარ და აი ნათელი მაგალითი ყოველთვის ვამბობ ხოლმე შენი ამბის მერე, რომ აი ამ ადამიანს რაღაც ერჩოდეთ, როდესაც ბავშვები მიყავთ გასართობ ცენტრში და ანდობთ ამ ადამიანს და შემდეგ ამან რაღაცა დივერსიული აქტები ჩაიდინა და ამიტომ გაუსწორდნენ, თუ რა გამართლება აქვს ვერ. ბავშვებს რომ მოეფარნენ, ეგ იყო კიდე ძალიან ესეთი შავი პიარი, რომ და დეიდები რო წერენ კომენტარებში, რომელსაც ბავშვობაში ნაბეგვი ყავთ თავისი შვილები და გამოდიან და ბანერის აფარებულზე რაღაცა და ტირის ის ბავშვი ვერც გავიგე. ხო და აი დეიდები გამოდენ ეს ბავშვების მწამებლები და რაღაც თქვენ მე ბავშვების სიყვარული როგორ უნდა მასწავლოთ. 6 წელი ამ გასართობ სივრცეში ვარ და ისე მიყვარს ბავშვები, რომ ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ ბავშვებმა უფრო ინერვიულებს ვიდრე უფროსებმა შენამბავს. წერენ ძალიან ბევრი ბავშვი მწერს, არ მინდო და რომ აი ზუსტად გამოდიან ხოლმე და ეს ნიღაბი რაც უნდა. მე იქ რომ დამკვირვებლად წავედი ნიღაბი, იმიტომ გავიკეთე რომ არ მინდო და ჩემ ბავშვებს ესე ვინახე და მინდო და რომ უბრალოდ დავკვირვებოდი და აი ჩამომგლიჯეს, რასაც ქვია, ნიღაბი და ყველას დაანახეს ჩემი ნაბეგვის სახე. და თქვენ ზრუნავთ ბავშვებზე, როდესაც მე, რომელიც დამკვირვებლად ვიდექი, ნაბეგ ადამიანს თავის აი ერთ-ერთ კუმირი ვიყავი მართლა, ვიყავი კი არა ეხლა ბევრად, მაგრამ წარმოიდგინეთ ესეთ დიდი სიყვარულის მქონე ადამიანს აჩვენებ ნაბეგს, თქვენ არ ზრუნავთ ბავშვებზე. ეს არ არის ბავშვებზე ზრუნვა და ბოდიში მოიხადეთ, როდესაც ბავშვებს ამოეფარებით. ეს უკვე მარასნია. დიდი მადლობა ავთო, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად და ვფიქრობ რომ სულ მცირედით მაინც დავაფიქრეთ ის ადამიანები ამ ჩვენი საუბრით, რომლებიც კიდევ აყოლილი არიან ამ პროპაგანდას, მე ვიტყოდი, რომელიც პირდაპირ არის რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი და ზუსტად ამ რუსული პროპაგანდა, რომელიც ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს საქართველოში, 2008 წლის შემდეგ ფაქტორად არ შეჩერებულა, უფრო მეტად ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ომის ამორეცხვით. ომს ეგრევე ვხსნობ ხოლმე Facebook-ზე, რომ ისეთი სარეკლამო პოსტები მხვდება, ეხლაც დაიწყო, უკვე ხვდები, რომ ომზე გადადიან და ხო, და რეალურად ვისით გვემუქრებიან, ვინ არის ამ ომის დამწყები, ვის უნდა ომი ამ ქვეყანაში, არ ვიცი, მაჩვენონ ერთი ადამიანი, ვისაც ომი უნდა ნებისმიერ პარტიაში, ხო? აი, საიდან რატომ იჯერებს ხალხი, რომ თუნდაც ევროკავშირში დაახლოება ქვეყნის ტოლფასი არის ომის დაწყების. აი ეს რა არის ინფორმაციული კაკუნი, აი რო უკაკუნებენ ამდე რაღაცას რო დებენ, ვიღაცებზე მოქმედებს. აი და ამიტოა ზუსტად ვინცაც არ გეშინიათ და ვინც უკვე გამოხატეთ და ბოლომდე პოსტეთ, ბევრი პოსტეთ, იმათ ფული აქვთ, პოსტავენ და ხალხს ეს თუ იდიოტობებს აჯერებენ,
ამიტომ სიმართლე ხო არ შეგეშინდეთ სიმართლე პოსტეთ რაც შეიძლება მეტი რომ ეს ტროლბოტობა და ფულის ჩაყრა გავანეიტრალოთ თორე სიმართლე დაიკარგება რაც შეიძლება მეტი ეხლა ამჟამად სიმართლე არ იკარგება და ბევრად კარგ მდგომარეობაშია ის რო აღარ არის როდესაც საბჭოთა კავშირში ვაკუუმი იყო და მხოლოდ ერთი საინფორმაციო წყარო მაგრამ წინა წლებში ეს რეკლამა ბევრად მეტი იყო და ხალხმა რომ ხმა მოიღო ვეღარ ეს ფული ვეღარ მუშაობს ეგრე კარგად და ვისაც არ გეშინია და ვინც უკვე სიმართლის პირველი არმიელები ხართ ბოლომდე საინფორმაციო ომი არის მოსაგები მადლობა დავემშვიდობები ჩვენ მაყურებელს ჩვენი სტუმარი იყო ავთო ტიტვინიძე ახალგაზრდა რომელიც საკმაოდ თუ პირობებში აგრძელებს ისე თავისუფალი სიტყვის და ქვეყნის მომავლის დაცვას და დარწმუნებულია უამრავი ადამიანი მასთან ერთად ასე რომ ეხლა არ არის მოდუნების დრო პირიქით მიუხედავად ამ დაშინების მცდელობისა ქვეყანა აუცილებლად არის მისაყვანი ისევ იმ წერტილამდე საიდანაც ამოაგდეს და შეაჩერეს დააპაუზეს 2028 წლამდე ვითომ თითქოს ევროკავშირში ინტეგრაცია ახალგაზრდების აქტიურობით და აი ამ ერთიანობით რასაც ქვია ქვეყნის ევროპული მომავალი ეს გზა არის გასავლელი და დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი ჩაივლის მშვიდობიანად ომი არავის არ უნდა ამ ქვეყანაში პირიქით ჩვენ გვინდა მშვიდობა გვინდა განვითარება და გვინდა ევროპული მომავალი დიდი მადლობა ავთო გემშვიდობებით მომავალ შეხვედრაზე